დავბრუნდით პირდაპირ ეთერში 2009 წელი 4 თვე უწყვეტად რუსთაველის გამზირი. ამის შემოქმედნი გვიხსნიან რატომაა დასაჭერი ყველა, ვინც ტროტუარზე პროტესტს გამოხატავს, დაწერა 2 საათის წინ ზურაბ ჯაფარიძემ და ის წერდა და დადო კიდეც ერთ-ერთი სურათი, სწორედ 2009 წლის ეგრეთ წოდებული საკნების აქციის სურათი, სადაც აქ ტროტუარზე დგომაზე კი არ იყო და ტროტუარზე კარვის გაშლაზე კი არ იყო მეგობრებო საუბარი, არამედ შუა ქუჩებზე და ჩვენ ვიცით რამდენი ხანი გრძელდებოდა და მეც მინდა ეხლა ჯაფარას ამ პოსტს შეუერთდე, მართლა აღარ გაწუხებთ ვიმათ, ვინც ამ აქციების კარვების აქციებს მაშინ გულმხურვალედ უჭერდით მხარს დღეს რომ კარვების გამო კი არა, ქუჩებზე კარვების და საკნების გამო კი არა, ტროტუარზე დგომის გამო დაჭერილ ადამიანებს ხედავთ. გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ყავს ახლა ხაზზე. ზურა ჯაფარიძე გვიერთდება ჩვენ საპროტესტო მოძრაობიდან. ზურა, დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. იმედია გესმით ჩემი ხმა. ბევრ ხალხს ხედავთ თქვენს უკან და თქვენი პოსტი წავუკითხე ახლა მაყურებელს. მართლა რამდენად სასაცილოა რა, ირონიულია რა. ადამიანები რომლებიც საკნების აქციებს აორგანიზებდნენ და თვეების განმავლობაში ახორციელებდნენ ამ ქვეყანაში, ახლა რომ ხმას აღარ იღებენ და ხმას არ იღებენ კი არა, ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილს, საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო. მოდით განვავრცოთ ეს თემა, ამით დავიწყოთ ჩვენ საუბარი. მადლობა ინგა ჩართვისთვის. მივესალმები ყველა პოლიტპატიმარს და ყველა სინდის პატიმარს, დარწმუნებული ხა ყველა ტელევიზორთან არის და გვიყურებენ. ხო, რა ვიცი, ეგ უბრალოდ გამახსენდა, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენს და დროს ხარჯავთ ხოლმე ბევრ რაღაცების ახსნაში და განმარტებებში და რაღაცებში და სინამდვილეში რეალობა რომელიც ახლა დგას ის რომ ტროტუარზე დგომის ადამიანებს ციხეში სვამენ, თავისთავად ახლა გინდა ადევნებდე თვალყურს პოლიტიკას, გინდა არ ადევნებდე, რა მგონია რომ ეგ ინფორმაცია ბევრთან არის, მისატანი ვინ შეიძლება ტელევიზორს არ უყურებდეს და საერთოდ მოწყვეტილი იყოს ამ პოლიტიკურ სივრცეს, რომ მათთვისაც გასაგებინო იყოს რა რეალობაში ცხოვრობენ და რანაირი ქვეყანა გახდა ეს ქვეყანა, სადაც ისინი და მათი შვილები ცხოვრობენ და წარმოვიდგინე რომ ვინმე ფიქრობდეს რომ ეს არის ნორმალური, ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება უნდა და ვისაც რომ ამ ქვეყანაში მისმა შვილებმა იცხოვრონ, რა რომ მათმა შვილებმა რომ რაღაც მომენტში გადაწყვიტა რომ უკმაყოფილო არიან რაღაცათი და ამის გაპროტესტება მოინდომონ და გამოვიდნენ ტროტუარზე დადგომისთვის კი შეიძლება ისინი ციხეში მოხვდნენ და აი ესეთი რაღაცების ახსნა გვიწევს ეხლა და უბრალოდ გამახსენდა რამდენიმე ადამიანის ასე კომენტარი ნახე ამ თემაზე, რომლებიც მაშინ მაღალი ალბათობით სწორედ აი რუსთაველზე მაგ პროტესტში იღებდნენ მონაწილეობას და გამახსენდა რომ კი რუსთაველზე რაღაც რამდენიმე წლის წინ იყო ეგეთი ტიპის პროტესტი, როცა გამოიტანეს რაღაც რკინის გისოსები, აწყობილი რაღაც არმატურის საკნები ერქვა და არქოს ამას საკნები და პროტესტი რომელიც გრძელდებოდა გადაბმულად თვეების განმავლობაში მთელი რუსთაველის გამზირი იყო ჩახერგილი, ამ საკნებში ადამიანები ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად და ნუ რავი, აი პროტესტი გრძელდებოდა 4 თვის განმავლობაში და ამ პროტესტს რაღაცა ამ ხრივ სამართალდამცავების მხრიდან არანაირი პრობლემა არ შექმნია და ეხლა იგივე ხალხი რომელიც ამ ესეთი ტიპის პროტესტში იღებდა მონაწილეობას ხსნიან რაღაცა არგუმენტებით, ცდილობენ აგვიხსნან ჩვენ რომ თურმე ეს არის ნორმალური, როდესაც ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს სვამენ ციხეში, ახალგაზრდა ადამიანებს, რა ვიცი, გამორჩეულ ადამიანებს, ჩემი აზრით ამ ქართველი საზოგადოების ძალიან იჭერ ადამიანებს რავი, რამდენიმე დღეს ატარებინებენ ციხეში. ხო და რა ვიცი, მგონია რომ მე მესმის რომ რაღაცა არგუმენტები აქვს ადამიანებს რატო არ გამოდიან სასაპროტესტებად და რატო აღარ გამოდიან სასაპროტესტებად, მილიონი რაღაცა არგუმენტი მაქვს მოსმენილი. სხვადასხვა მიზეზები არსებობს ამისი, მაგრამ ეგეც უნდა გვესმოდეს რომ როდესაც არ გამოდიხარ ქუჩაში და არ აპროტესტებ, რეჟიმი პირიქით გადმოდის ყოველჯერზე შეტევაში. და სინამდვილეში ტროტუარები და ქუჩა ეხლა არის ადგილი, სადაც ჩვენ დავრჩის ერთადერთი გამოხატულება იმისა, სადაც ჩვენ საჯაროდ შეგვიძლია დავაფიქსიროთ რომ ამ ქვეყანაში კიდე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი ისევ ცოცხალია, რომ ეს ქვეყანა არ შეგუებია, რომ ჩვენ ჯერ კიდე არ გადავქცეულოთ არც თურქმენეთად და არც ბელარუსად და ამ ქვეყანაში ვაგრძელებთ ბრძოლას და რა არგუმენტებიც არ უნდა გქონდეს, არ ვიცი, დავიღალე, მომბეზდა, 200-ჯერ გამოვედი და მაინც არაფერი გამოვიდა, ალტერნატივას ვერ ხედა, ვისა ესა, რა ვიცი, მილიონი არგუმენტი შეიძლება მოისმინო ადამიანებისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ არგუმენტები არაფერს არ ცვლის. სახში თუ რჩები, ამის შემდეგ, ქუჩის შემდეგ, ტროტუარიდან თუ გაყარა რეჟიმმა, მაგის შემდეგ შემოდის ბინაში.
სახში და ეს მოხდება პირველ რიგში სოციალურ ქსელებში. აი ეს ადამიანები, რომლებიც მათ შორის სოციალურ ქსელებში წერენ და გონიათ, რომ იქ დარჩებიან და იქ აქტიურებენ და იქ გამოხატავენ პროტესტს, იმ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ არა, ქუჩაში არის გამოსასვლელი და ქუჩიდან ტროტუარებიდან თუ აყარეს, მერე შემოვლენ სოციალურ ქსელებში და დაიწყება სოციალური ქსელების კარგ შემთხვევაში ცენზურა და ცუდ შემთხვევაში აკრძალვა, იმიტომ რომ იქამდეც მისვლა ესეთი ტიპის რეჟიმები და ეს გზა გავლილი აქვს ბელორუსსაც და გავლილი აქვს რუსეთსაც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაპროტესტება, შეიძლება ყოველდღე ვერ ახერხებდე, მაგრამ მინიმუმ შაბათის მარში არის ესეთი რაღაცა, სადაც უნდა გამოხვიდე და მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც გამოყო საათნახევარი 2 საათი იმისთვის საკუთარი პროტესტი დააფიქსირო. ხო, იმიტომ რომ რა სიგიჟეებზე წავლენ, ესენი კიდე კაცმა არ იცის, სიგიჟე იყო ისიც, მაგალითად, თქვერის გამოც იყავი დაჭერილი ლუკიანის კომისია შექმნეს, წინა ხელისუფლების საქმიანობა უნდა შევისწავლოთო და თქვენ დაგიჭირეს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ყოფილხართ იმ ხელისუფლების ნაწილი, ანუ რა სიგიჟეებზე კიდევ ესენი წავლენ, ჩვენ არ ვიცით, პრინციპში გეთანხმებით, შემდეგი ნამდვილად არის სახლებში შემოსვლა, სოციალური ქსელების გამო ადამიანების დაჭერა და რა ვიცი მე, ყველაფერი, რასაც ამ ტიპის რეჟიმები უპირისპირებენ ხოლმე კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას. ზურა, აი ხა ნელ-ნელა ეს დაჭერილი პოლიტიკოსებიც გამოდიხართ გარეთ, ჯერ თქვენ გამოხვედით, გუშინ გამოვიდა გიორგი ვაშაძე, მალე უახლოეს პერიოდში უკვე უწევს ნიკა გვარამიას. მე მაინტერესებს, აი შეხვედრები გაქვთ, გიორგისაც შეხვდით მაგალითად თქვენ, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთანაც რამდენადაც ვიცი, გაქვთ კონტაქტი. თქვენ როგორ ხედავთ უკვე როგორც პოლიტიკური ლიდერის რანგში და როგორც პოლიტიკოსების რანგში თქვენს გასაკეთებელს იმისთვის, რომ ცვლილებები დადგეს ამ ქვეყანაში. თუ გაქვთ რამე შეხების წერტილები უკვე მოძებნილი საერთო სტრატეგიაზე. კი, თქვენ კითხვის პირველი ნაწილიდან დავიწყებ, რაღაც რამდენიმე წლის წინანდელი ჩემი ჩართვები თქვენთან სტუმრობები და ეთერები, რომ ნახოთ მასში ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ რაც დაგვჭა ახლა ინსტრუმენტი ერთადერთი ბრძოლის ხელში, ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ამით განსხვავდებით იგივე რუსეთისგან და ბელორუსისგან. სამდერში ხარ რაც ხდება იგივე, რომ დაუბრუნდა ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების ციხეში ჩასმა იქნება ეს თუ Facebook-ზე კომენტარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა. ეს არის ის, რომ ეს ესმის ამ რეჟიმს და ყველა ძალისხმევა არის ხა მიმართული იმისკენ, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში მოკლა და სწორედ ამიტომ არის ქუჩაში გამოსასვლელი, მათ შორის თქვენ გაიხსენეთ რა ჩემი შემთხვევა ციხეში რო ვიყავი, მაგრამ ადამიანები ციხეში მათ შორის იმის გამო ხდებიან, რომ ვიღაც სხვა ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ მათ პროტესტი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბრაზი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეჟიმის წინააღმდეგ არიან და მათაც ცვლილება უნდათ, რჩებიან სახში. როდესაც ბევრი ადამიანი არის ქუჩაში, ერთადერთი რაც აკავებს ამ რეჟიმს, უფრო მეტი თავხედობისგან არის ძალიან ბევრი ადამიანი ფიზიკური ძალა ქუჩაში. როდესაც ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, ისინი იმალებიან. ყოველ ჯერზე როცა ჩვენ ვიყავით ძალიან ბევრი, ისინი გაიფანტნენ და იმალებოდნენ და მიმდებარე ქუჩებზეც კი პატრულის თანამშრომლებსაც ვერ იპოვით, ამიტომ ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ადამიანის ბედი საბოლოო ჯამში არის დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი იქნება ქუჩაში. ამიტომაც უნდა გამოვიდეთ გარეთ. რაც ახლა თქვენი კითხვის მეორე ნაწილს კი მე მაქვს კომუნიკაცია ყოველდღიური, როგორც პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო ჯგუფებთან და ეს პროცესები დაძრული არის. ყველას შემიძლია ცალსახად თქვა, რომ ყველასა გააზრებული ის, რომ ძალების გაერთიანების გარეშე გაგვიჭირდება ბრძოლა ასეთ ტიპის რეჟიმთან, უკვე რეჟიმი ისეთ სტადიაზე არის და მათ შორის იმდენად მოხდა ძალაუფლების კონსოლიდაცია და ასევე ყველას აქვს იმის წმენაც, რომ ძალების კონსოლიდაციის შემთხვევაში ამ რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი და ამ წმენით მოძრაობს ახლა უმეტესობა. არსებობს რაღაცა პატარ-პატარა განსხვავებები ხედვებთან მიმართებაში, მაგრამ დაწყებული არის კომუნიკაცია ერთმანეთთან, რაც არის ჩემი აზრით პრინციპული განსხვავება იმ პერიოდთან, სანამ დამიჭერდნენ და კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომუნიკაცია არის საფუძველი იმისა, რომ გაჩნდეს ერთმანეთთან ნდობა, რაც არის ჩემი აზრით ჯერ კიდევ მთავარი პრობლემა, მაგრამ მე რასაც უყურებ, როგორც პოლიტიკურ პარტიულ ფლანგზე, მოდი ესე ვთქვათ, ისე სამოქალაქო ჯგუფების ფლანგზე ეს პროცესები არის დაძრული, რაღაცებში ვარ ჩართული, იმდენი პროცესი უბრალოდ ყველაფერში მეც რო ვახერხებ, რომ ჩართული ვიყო და მგონია რომ წინაც მივდივარ და ეს პროგრესი სადღაც ძალიან მალე უკვე გამოვა საჯაროთაც რა. უბრალოდ ჩემი პოზიცია და ჩემი მეგობრების პოზიციაც იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მე გამოვედი ციხიდან, მინიმუმ 2 ადამიანი, გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია იყო დაგეგმილი რომ გამოდიოდნენ ციხიდან და ამიტომ არ გონია რომ რამე გამოვიდეს გარეთ, მანამ სანამ ეს ადამიანებიც ამ პროცესში არ ჩაერთვებიან და ნიკაც გამოვა 12 ფებრუარს გამოდის ნიკა და მაგის შემდეგ ალბათ რაღაცა დრო ჭირო ისიც გაიყვეს ამ პროცესში და მე რაღაც ეს რაზეც მიდის ახლა მუშაობა ეს რაღაცები გარეთ გამოვა. საბოლოო ჯამში მე მჯერა იმისი რომ ძალების გაერთიანება მოხდება და იმისი მჯერა რომ ძალების გაერთიანების შემდეგ ბევრად გაგვიმარტივდება ბრძოლა და ეს ბრძოლა აუცილებლად მივა გამარჯვებამდე. ამაში ვარ დაწურებული, ამას ვერ გადამარწმუნებს ვერავინ.
ზურა, ერთ კითხვასაც დაგისვამ თქვენი ნებართვით, აი წეღან სტუმრებთან საუბრობდით ამ კობახიძის მიერ შემოტანილ თემაზე, დებატების თაობაზე და ოპოზიციის ლიდერებიდან პირველი, ვინც კობახიძის შემოთავაზებულ დებატებს გამოეხმაურა, აღმოჩნდით სწორედ თქვენ და მონიშნეთ სოციალურ ქსელში კობახიძე და დაწერეთ, რომ პირადად შენ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროსო. არ მგონია, რომ თქვენთან როდესმე შედგეს ოცნების დებატები, ყოველ შემთხვევაში მათი განმარტებები ამაზე მეტყველებს, მაგრამ რითი ხსნით თქვენ ამ თემის შემოტანას დღის წესრიგში და მართლა რომ დაგთანხმდნენ დებატზე, რას ეტყოდით მათ? ნუ რამდენიმე რაღაცის თქმა შეიძლება მანდ, ერთი რომ მე ამჯერა რომ ისინი რეალურად დაждდებიან საჯაროდ სალაპარაკოთ, ავისი ამჯერა, მე უბრალოდ ჩემი ამბავი მაქვს კონკრეტულად კობახიძესთან, პირადად რამდენჯერაც ის გამოდის ეგეთი ინიციატივა, ვითომ რაღაცა ლაპარაკის დაწყება იმდენჯერზე, ჩემგან არის პასუხი, რომ მოდი კონკრეტულად შენ დამიჯექი და დამელაპარაკე. ამჯერა მაგის ისინი ამის გამკეთებლები არიან, არ ამგონია რომ ამის ნებართვა მას მისცეს ივანიშვილმა. მეორე, მე არ მგონია სწორი რომ რაღაცა თემატურ საკითხებზე უბრალოდ ვიღაცეებთან იქით ამხარეს, აქედან დაждდნენ ადამიანები და დაიწყო ლაპარაკი. სრული სისულელე მგონია ეს მეცაც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში დახატავს სურათს, რასაც ისინი გამოიყენებენ, თითქოს ამ ქვეყანაში არის რაღაც პოლიტიკური დებატები და გამოხატვის თავისუფლება და რაღაცა ეგეთი კულტურა არსებობს და აქ დემოკრატიაა და სიტყვის თავისუფლება და მაგის დახატვა არ მგონია რომ სწორი იყოს და ნორმალიზება ამ სიტუაციის არ მგონია რომ სწორი იყოს. რასაც ალბათ ეცდებიან საკუთარი სისტემური ოპოზიცია დავარქვათ ამას, მათი მოგონილი ოპოზიციები რო არსებობს, ვიღაც ეგეთი ხალხი დაისვან და ელაპარაკონ თავიანთ მოედნაზე. აქეთ მოედნაზე, სადაც შეიძლება რეალურად იმათ ვიღაცა დაუპირისპირდეს, ისინი არ გადმოვლენ მაგისი ამჯერად და ამის ნებართვას მათ ივანიშვილი არ მიცემს. მეც ეგრე მგონია. მადლობა ზურა, მადლობა. ეხა უკვე ალბათ შევუერთდებით ამ საპროტესტო მარშს. წარმატება მინდა გისურვოთ გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.